პრივატიზაცია უნდა იყოს, მაგრამ რა და როგორ. თემი თვითონ უკეთ მიხედავს ამ დღეს. არ უნდა გადასცეს სრულფასოვანი მმართველობა უცხოურ კომპანიებს. ეს საკითხი ისევ არ გადაწყვეტილა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პრივატიზაცია. ხდება ფაქტიურად მიწის მესაკუთრეთა კრიმინალიზება. კოოპერატივი იძლევა საშუალებას მიწების გამსხვილებისა. ჩვენ გვჭირდა რომ ადამიანის საკუთრებას უკეთ მოუვლის ვიდრე საზოგადოება. იქ სადაც კანონით ვერ გავლენ, მაშინ მოიფიქრებენ ასეთ მეთოდებს. თუ ეს ხეარ არის 800 წლიანი წითელ ნუსხაში შესული ძეგლი. ანუ ისევ ეკონომიკურ ხერხზე დავდივართ. კი. მიწის მართვის საკითხი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უნდა იყოს ცენტრალური ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისათვის. უნდა განვასხვაოთ, საუბრობთ ურბანულ მიწაზე თუ სასოფლო-სამეურნეოზე. თითოეულ მათგანს განსხვავებული მახასიათებლები და თავისებურებები აქვს. საქართველოს შემთხვევაში შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ძალიან მწვავედ დგას ურბანულ არეალებში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როგორიც არის თბილისი და ბათუმი. საჯარო სივრცის პრობლემა და სწორედ ეს 90-იან წლებში არსებულმა ძალიან აგრესიულმა პრივატიზაციის პოლიტიკამ განაპირობა, რომ დღეს პრაქტიკულად ძალიან დეფიციტურია საჯარო სივრცე. მაგალითად, ისეთი საჯარო სიკეთეებისთვის, როგორც არის საჯარო განათლება სკოლისთვის, საბავშვო ბაღებისთვის. მე მასწავლებელი ვარ და დიდი ღომში მაგალითად პრინციპში ფიზიკურად არ არის სივრცე საჯარო სკოლისთვის. 3 საჯარო სკოლაა და უმწვავეს პრობლემაა გადატვირთულობისა, ხო? ეს ურბანულ სივრცესთან მიმართებით, რომ უნდა იყოს ეს შესაბამისობაში საზოგადო ინტერესთან, ქალაქ განვითარების და ქალაქ გეგმარების კონკრეტულ პრინციპებთან. ჩვენ ბოლო 30 წლის მანძილზე საჯარო სივრცის გასხვისების სრულიად არათანმიმდევრული და გაუგონარი, გაუგებარი პოლიტიკა ჰქონდა. სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით ასევე 90-იან წლებში პრაქტიკულად ყოველგვარი გეგმის და თანმიმდევრული ლოგიკის გარეშე გასხვისდა მიწები. დღეს არის ხოლმე საუბრები ხშირად, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არის საკმაოდ დიდი მიწა, თუმცა ეს ხანდახან გადაჭარბებით შეფასებულია. რეალურად სამწუხაროდ სრულყოფილი და სრულფასოვანი სტატისტიკაც კი არ გვაქვს, ჩვენ რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორია მიწის საკუთრებაში ფლობელობის სახეები. ერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში საკმაოდ მცირე რაოდენობით არის სახნავ-სათესი მიწები, ხო? თუ კი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ვსაუბრობთ, საძოვრები საკმაოდ მრავლად არის, მაგრამ სახნავ-სათესი არ არის. ამდენად მთლიანობაში მიწის მართვა უნდა ეფუძნებოდეს საზოგადო ინტერესს, მდგრადი ეკოლოგიური და სოციალური მდგრადობის პრინციპებს და მხოლოდ ამ გეგმაზომიერი პოლიტიკის შემდეგ უნდა განისაზღვროს, როგორ უნდა გასხვისდეს თუ არ უნდა გასხვისდეს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ადამიანის თავისუფლება და ამოსვლა ადამიანის თავისუფლების პერსპექტივიდან, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ იმ გარემოებებს, რაც ჩვენს გარშემოა, მათ შორის ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას, მათ შორის იმ ზონალურ მიდგომას, რაც არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, როდესაც მიწაზე ვსაუბრობთ, ვინაიდან ზონებად იყოფა მიწა და მნიშვნელოვანია ამას ვითვალისწინებით, როდესაც გასხვისებაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა ჩვენ ვეწინააღმდეგებით მიწის გასხვისების აკრძალვას. როგორც უცხოელებზე ზოგადად ჩვენ მიგვაჩნია რომ მიწა არის რაღაცა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ის ზონალური მიდგომა, რომელიც უნდა გათვალისწინებული იყოს და არასდროს არ იყო გათვალისწინებული საქართველოში, იმიტომ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ აი ურბანიზაციაზე, რომელიც 90-იან წლებმა მოიდა, ეს პრივატიზაციის ბრალი ეს არ იყო. ეს ჩემი აზრით იყო უბრალოდ კორუფციის ბრალი და არასწორი მიდგომების ბრალი, რადგან დღემდე შეჭამა ეს ქვეყანა და სწორად რო გაკეთებული იყო, საერთოდ არ იქნებოდა ამის პრობლემა. ასევე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვინდა ადამიანებს მივცეთ მეტი უფლება საკუთარი საკითხების განკარგვაში, მათ შორის სოფლებს მივცეთ უფლება განკარგონ თავისი საძოვრები, პირდაპირ იყოს მათ საკუთრებაში ეს ადგილები. ასევე განკარგონ საკუთარი ტყის ბედი, იმიტომ რომ ეს ყოველთვის ასე იყო საქართველოში, მანამ სანამ საბჭოთა ხელისუფლება დამკვიდრდა ფაქტობრივად ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ თემი თვითონ უკეთ მიხედავს ამ დღეს, უკეთ მოუვლის და თუ იჯარით გადაცემას გადაწყვეტ ვიღაცისთვის თვითონვე მოახერხებს ამას და თვითონვე იხეირებს მერე ამისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო
მნიშვნელოვანი თვითონ იმ ადამიანებს, რომელიც ამ მიწაზე ცხოვრობენ. ამიტომ ჩვენი აზრით ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ იმ ადამიანების აზრი, რომელიც აქ ცხოვრობს. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, კონკრეტული ჩამკეტების არსებობა, ვინაიდან ჩვენ ცხოვრობთ საკმაოდ გლობალურ სამყაროში და ვიცით, რამხელა რისკები შეიძლება მოყვეს ჩამკეტების გარეშე, თუნდაც უცხოელებს გასხვისებას, ან უბრალოდ სხვადასხვა ზონების მიწების სხვადასხვა გამოყენებაში გადაცემას ადამიანებისთვის. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით კონკრეტულად უცხოელებზე ჩვენი პოზიცია არის, რომ თავის დროზე კონსტიტუციური ჩანაწერი იყო მისაღები, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ უფრო პოპულისტური მოტივით გამოიყენა ეს და არა რაღაცა გეგმაზომიერი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებით, თუ რატომ უნდა იყოს შეზღუდული უცხოელებზე გაყიდვა. აქ არგუმენტი, რომ კერძო საკუთრების თავისუფლება იზღუდება, არ არის რელევანტური, იმიტომ რომ მიწა არ არის ჩვეულებრივი რესურსი, მიწა არის განსაკუთრებული ღირებულების რესურსი, მათ შორის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, სახელმწიფოს მიერ ეფექტური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით, ამდენად უცხოელებზე გაყიდვა ერთიორად ზრდის რისკებს. მათ შორის უცხოელებისთვის შეიძლება კონკრეტულ სიტუაციაში არ იყოს მოტივაცია თუნდაც სასოფლო-სამეურნეო მიზნით მიწის გამოყენება, არამედ მისი ფლობა როგორც თუნდაც აქტივის და უბრალოდ თავის დროზე შეიძლება შემდეგ რაღაც პერიოდის მერე გაყიდის, ხო? იგივე შეიძლება მოხდეს, იგივე პრობლემა შეიძლება იყოს ქართველი მესაკუთრის შემთხვევაშიც და ამ კუთხითაც სჭირდება სახელმწიფოს სწორი რეგულირების პოლიტიკა. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი საკითხია მიწის უცხოელებზე გაყიდვა ზოგადად და მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სხვადასხვა საკითხებზე, რეალობა ასეთია, რომ სამყაროს უდიდესი ნაწილში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უნდა სხვაგან გადასახლება და ამაზე მეტყოლებს ყველა ის გამოკითხვა, რომელიც ტარდება ამ ქვეყნებში, სამხრეთ აზიის ქვეყნები იქნება, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის თუ სხვა ქვეყნები, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მით უმეტესაში ეს ვითარება, ვინაიდან ქართული ოცნების ხელში ყველაფერი ხდება კორუფციის საგანი. თუ მაგალითად ეს კანონი არსებობს, სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცით, როგორ იყენებენ საქართველოს მოქალაქეებს ფიქტიურ ფლობელებად, ხო? ყველა მიცის ეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში დასახვეწი არის გულწრფელი მიდგომა, ჩვენ ერთმანეთთან თავისუფალ საქართველოში უნდა ვისაუბროთ და ავილჩიოთ ის რისკები, რომელიც გვაქვს სინამდვილეში და მხოლოდ ამ ჩამკვეტი მექანიზმების მეშვეობით გავაკეთოთ კანი, რომელიც იმუშავებს და იქნება სანდო ყველა ქართველი მოქალაქისთვის. ბევრი ხაზგასმა იყო იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მიწის მართვა, მათ შორის მიწის გასხვისება ან სოციალ-დემოკრატების შემთხვევაში მიწის არ გასხვისება. მაგრამ როგორ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მე არ ვემხრობ იმას, რომ როგორ დავივიწყოთ, მაგრამ რას უნდა გაესმას ჯერ ჩემს ეს ხაზი და არ უნდა დაგვაწყვეტს კონტექსტი, რომელშიც ვართ, მიწის გასხვისების თვალსაზრისით, რო შევხედოთ ასე ვთქვათ, რა ნაწილია მიწის კერძო ხელში და რა ნაწილია საჯარო ხელში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ფაქტობრივად არავის ხელში არ არის, რაც ასეს უამრავი თავისი მინუსი აქვს, გვაქვს ძალიან დაბალი კერძო მფლობელობა მიწის და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ფაქტობრივად თლიანად სახელმწიფოს ეკუთვნის და მე ვიცი, რომ შეიძლება ეს რაღაც ვიღაცის წინააღმდეგობრივ იყოს, როგორ შეიძლება ტყე გავასხვისოთ, თუ რა ტყე ხო ტყე უნდა შევუნახოთ შვილებსა თუ როგორც არის, მაგრამ სინამდვილეში თუ შევხედავთ წარმატებულ მაგალითებს მიწის მფლობელობის შემთხვევაში, ნახავთ, რომ არის ქვეყნები, რომელსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ, დიდარი, განვითარებული ქვეყნები, სადაც გვაქვს, რა ვიცი, ტყის კერძო მფლობელობა არის 70-80%. მაგრამ არ დაქცეულა ის ქვეყნები და არ გაჩეხილა ტყეები. არავის არ უნდა მწვანე საფარის განადგურება და იმის ჟანგბადის შვილების უჟანგბადო დატოვება. ეხლა ბუნებრივია, რომ მაგას უნდა შევთანხმდეთ, მე მგონი, რომ არავინ არ ვართ, რასაც ცინიკურად გულქვა ადამიანი, რომელსაც რადგანაც მხოლოდ ფული აინტერესებს, როგორც ხან ზოგიერთ შემთხვევაში კაპიტალისტებს ადანაშაულებენ ხოლმე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, რაც შეიძლება დიდი ნაწილი, განსაკუთრებით არაურბანული მიწის პრივატიზაცია. რატო უნდა იყოს ეს მიზანი? რაც არის ნაკრძალი და რაც არის დაცული ტერიტორია, მის რაც შეიძლება სწრაფად კერძო
განკერძოების საჭიროება მდგომარეობს იმაში, რომ სხვანაირად ეს მიწა, რომელიც არის აქტივი, რომელიც უნდა მონაწილეობდეს ეკონომიკური დოვლათის შექმნაში, არის პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, მკვდარი. თუ გვინდა რომ ვესწრაფოთ, რომ რა ვიცი, საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ კეთილდღეობას მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ყველანაირი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გავაკეთოთ. ამიტომ მე დამაკლდა ცოტა ამის პრიორიტიზირება, რომ მიწის მნიშვნელოვანი ნაწილის სწრაფად პრივატიზირება ჩემისათვის უნდა ყოფილიყო პრიორიტეტი უპირველეს ყოვლისა. არ ვამბობ, რომ პროცესი უგულოებელყოფა უნდა გავაკეთოთ და რომ ეს უნდა გაუმჭვირვალედ მოხდეს თუ კორუფციულად მოხდეს, რა თქმა უნდა, მაგის მომხრე არანაირად არა ვარ. უბრალოდ ხშირად, როცა რაღაცა დრაკონულად შეზღუდვებით და რეგულაციებით ხდება ამის კეთება, პარადოქსულია, მაგრამ ყველაზე უფრო კორუფციულ შედეგს მაშინ ვიღებთ ხოლმე. გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ გასაგებია საბჭოური მართვის მეთოდებიდან უნდა გადავიდეთ რაღაც თანამედროვე მიწის მართვის, მიწის განკარგვის თუ მიწის მართვის პრინციპში სხვაგვარ მოდელებზე და ძალიან დაგვიანდა, ანუ ეს არის ის პირველი გადანაწილება, ესე ვთქვათ, რაც 90-იან წლებში მოხდა, ეს 0,9 ჰექტარი და ის მცირე მიწის ნაკვეთები, რაც დაურიგდათ მოქალაქეებს, აბსოლუტურად არ იყო საკმარისი და იმას უნდა მოყოლოდა ანუ მიწის რეფორმის რაღაცა სხვა ეტაპები. ძალიან საინტერესოა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდშიც და ამ ხელისუფლების პერიოდშიც წინასაარჩევნო ან კრიზისის დაძლევისთვის ყოველთვის მარტივდება რეგისტრაციის პროცესები და ეუბნებიან მოქალაქეებს, რომ აი მოდით ხარა ახლა დაგირეგისტრირებთ მიწებს, მერე ჩაივლის კრიზისის პერიოდი, ჩაივლის არჩევნები და მიუბრუნდებიან ისევ ამ მოქალაქეებს და ეუბნებიან თქვენ იცით უკანონოდ დაირეგისტრირეთ მიწები და მერე ხდება ფაქტიურად მიწის მესაკუთრეთა კრიმინალიზება. აი ყველაზე ბოლო მონაცემები ხა ბოლოს შემთხვევა, ანუ ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც და ხდება ამ ხელისუფლების შემთხვევაშიც. 2 წლის წინ ზუსტად ამ დროს ნოემბერში პარლამენტმა მიიღო ამნისტიის შესახებ კანონი, რომელმაც ესე იგი ასეთი მექანიზმი შემოიღო, რომ თუ მოქალაქეს ქონდა უკანონოდ მისაკუთრებული სასოფლო-სამეურნეო მიწა, მასზე შეიძლება გავრცელებულიყო ამნისტია, ანუ არ გავრცელებულიყო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ის დაუბრუნებდა მიწას სახელმწიფოს, აანაზღაურებდა ზიანს, მაგრამ თუ მას უკვე გაყიდული ქონდა ეს მიწა, მაშინ მას უნდა გადაეხადა რაღაცა თანხა. თუ არა და შეეძლო ანუ ნატურით დაებრუნებინა უკან ეს მიწა. ხალხს ძალიან საინტერესოა, რომ განმარტებით ბარაჯი ამ კანონპროექტის არ ეწერა არაფერი საერთოდ. პრობლემის არსი არ იყო აღწერილი, ვინ იყვნენ ეს სამართალდამრღვევები და მხოლოდ აი იმ შეზღუდულ დროშიც კი 2 თვეში იყო განხილული ეს კანონპროექტი და 2 თვეში იყო მიღებული. რაღაც რამდენიმე დეპუტატის ჩაკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ 100-ზე მეტი იყო, ესე იგი, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი და 8 იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებაში უკვე დაპატიმრებული 8 თუ 9. და ანუ ამ რაოდენობის ადამიანზე იყო საუბარი, ხო? და თუ დავაკვირდებით, სად ხდება ესე იგი, ეს მიწა სად ხდება სადავო, ეს არის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდებარე ტერიტორიები. ანუ ადამიანებს ჯერ მისცეს დარეგისტრირების საშუალება, მერე მოახდინეს მათი კრიმინალიზება და თუ გინდა დეკრიმინალიზაცია, მაშინ უნდა ესე იგი, ან ფული გადაიხადო, ან დააბრუნო მიწა უკან. ანუ ეს როგორც წნეხი იყო იმისთვის, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტები წასულიყო წინ. კი ბატონო, და სხვათა შორის არსებობს ამისი ლეგალური მექანიზმი. ანუ თუ სახელმწიფოს ჭირდება მიწა, არსებობს ამისთვის ექსპროპრიაციის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს, ხო? და საქართველოშიც არსებობს 90-იანი წლებიდან, იმისათვის რომ დაასაბუთოს სახელმწიფომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, აუცილებელი საზოგადოებრივი და არა კომერციული სხვათა შორის, აქ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც წესი ხშირად აი ესეთი სადავო მომენტები ხდება არა მარტო საზოგადოებრივი, არამედ კომერციული პროექტების მიმდებარე და თვითონ საპროექტო ტერიტორიებზეც, ხო? და იქ სადაც კანონით ვერ გავლენ, მაშინ მოიფიქრებენ ასეთ მეთოდებს. ხანდახან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობამ შეიძლება რაღაცა დრაკონული
ზომაც კი გამოიყენოს თუ რაღაც მართლა რაღაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რაღაც კონკრეტულ ნაკვეთს რაღაც გზამან და მეც უნდა მაგრამ არსებობს დასავლური პრაქტიკა მათ შორის ტრიბუნალები არსებობს სპეციალური ტრიბუნალი თუ დაიწყეს ჩვენ კონტექსტში მაგრამ ნუ სასამართლოს რაღაც ფორმა რომელიც კომპენსაციის მეტნაკლებად სამართლიან ფორმას მეტნაკლებად სინამდვილეში ძალიან ხელგაშლილ კომპენსაციებს იხდის ხოლმე. პრობლემა აქ კომპენსაციებშიც თქვათ ის არის, რომ მიწის ბაზარი არ არის ჩამოყალიბებული და მიწის ფასი არ არის რეალისტური მოდით ასე ვთქვათ და ხშირად ის კომპენსაციის ის ოდენობა, რასაც თავაზობს ვთქვათ სახელმწიფო, ნუ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მოქალაქემ აღიდგინოს საწყისი სასამართლოს დამოუკიდებლობამდე მივედივართ მაგას, ხო? იმიტომ რომ ის ტრიბუნალი რომ მეტნაკლებად დამოუკიდებელი იყოს, მაშინ შეიძლება რაღაც უფრო სამართლიან კომპენსაციას. კი, აქაც ახლა ექსპროპრიაციაზე, როდესაც მიდის საუბარი, პრაქტიკაში რაც ხდება, ანუ ეს საზოგადოებრივი საჭიროება რეალურად არასდროს არ არის დასაბუთებული. არც გადამწყვეტილების მიღები ორგანოს დონეზე და არც სასამართლოში, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება სასამართლო იღებს, ხო? არც ერთ დონეზე ეს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული. ექსპროპრიაცია უნდა იყოს როგორც საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ საკუთრების ჩამორთმევა არ არის სწორი მიდგომა და ესე ვთქვათ, არ უნდა იყოს მისასალმებელი, ესე ვთქვათ. ამიტომ ყველა პროექტი ისე უნდა გადაწყდეს თუ ის კერძო იქნება თუ სახელმწიფო იქნება, რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ესე იგი სხვის საკუთრების უფლების ლახვადან ჩამორთმევა. დაახლოებით რას გავს იცით ეს დისკუსია დედა უფრო გიყვარს თუ მამა. მოკლედ ანუ ლიბერალურ მიდგომასა თუ კონსერვატორულ მიდგომას შორის მიწის მიმართ რა თქმა უნდა აქვს არსებობდეს ეს ასე ვთქვათ პოლუსები, მაგრამ ჩვენ ამ მომენტამდე არა ვართ ჯერ მისულები. ჩვენ ვართ პოლიტიკური სპეკულაციის მსხვერპლები ჯერ კიდევ. და კორუფცია როგორც ლიბერალურ პირობებში შეიძლება იყოს, ასევე კონსერვატორ პირობებშიც უნდა იყოს. ანუ პრობლემა არის, რომ ჩვენ საკუთრების ქვეშ ერთი ის, ვინც ამ უფლებას ანიჭებს საჯარო მიწაზე, ის ელოდება რაღაცას, სულ მცირე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, თუნდაც რაღაცამ იქ ვიღაცა კოერძომ რაღაცა გააკეთოს, ის იწერს ამას როგორც პოლიტიკურ დივიდენდს. ირიბის კორუფცია ესეც. და მეორე, თუ ასხვისებ იმიტომ და შენ ცდილობ რომ ეს მიწა ჩაიგდო ხელში, ამისთვის ყველაფერს აკეთებ, იმიტომ რომ როცა შენ გაქვს საკუთრება, მზად ხარ ყველაფერი გააკეთო და გინდა გააკეთო შენ საკუთრებაზე ის რაც შენ გინდა. და ყველაფერი სხვა მარეგულირებელი, ისინი არის ხელშემშლელები. იმიტომ რომ როგორც კერძო მესაკუთრეს პრიზმიდან დანახული შენი უფლება და რახან ჩემია მე მინდა გავაკეთო ის რაც მინდა, ყველაფერი დანარჩენი არის ხელშემშლელი. აი, ჩემის აზრით პრობლემა არის აქ. ამ პრობლემას წყვეტს კეთილსინდისიერი მმართველობა და სასამართლო, რაც თქვენ ბრძანეთ. იმიტომ რომ ტყის შემთხვევაში ნამდვილად შეიძლება რომ კერძო საკუთრება არსებობდეს. უბრალოდ მთელი გერმანული ტყეები. კი, უბრალოდ სანამ კერძომდე მივალთ, ჩვენთან რეინსტიტუცია ხო არ გაკეთებულა. აი ზოგ ეთნოკულტურას დღემდე იცის და ახსოვს რომ ეს ტყე მისი იყო. დაფარიძეები მესტიაში. ესეც მართვის სისტემის ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად. ამიტომ ეს პირდაპირ ასე ვთქვათ ერთგვაროვანი იმით ვერ მიუდგები. თუ სვანეთში რაღაც ასე ვთქვათ ესეთ გზით წახვალ მერე თუშებს გაახსენდებათ, სადაც სრულად დაცულია. ან მერე ისევ გუგურულებს გაახსენდებათ, კაცო ჩვენ ეს თქვა და მაშინ კერძო რაშო. მოკლედ, აქ ლაპარაკი არის პირველ რიგში რას ვაკეთებთ. სასოფლო სამეურნეო მიწები ავიღოთ და თუ გნებავთ საქალაქო მიწები ავიღოთ. რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, როდის ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ. თუ ჩვენ ამ რთული გზით არ ვიარეთ, ყოველთვის წრეზე ვივლით. რაც შეიძლება მალე გასხვისდეს მიწები, ძალიან კაი პოსტულატია, ოღონდ მხოლოდ ამ პირობების დაცვით. ანუ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მალე უნდა გასხვისდეს, ესე იგი იმის ხუთჯერ უფრო სწრაფად უნდა დადგინდეს რა? კიდევ უფრო სწრაფად რატომ? მერე როგორ? და რა გზით? ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ორი მიზეზის გამო. პირველი, გვეზარება. მეორე, მართვა არ გვივარგა
და რაც არ უნდა კარგი, ასე ვთქვათ, მიზანი დაისახო, მაინც მიდიხარ რაღაც მაგაზე თანხმობა გვაქვს, რომ სწრაფად გასვისდეს მიწები? იცით რა არის სწრაფად? რაც შეიძლება სწრაფად მხოლოდ ამ პირობების დაცვით. მახსენდება მაგალითად ჩეხეთის პრივატიზაციის მაგალითად, რომელიც ძალიან კარგად დოკუმენტირებულია, ვაუჩერული პრივატიზაცია მოხდა ჩეხეთში და უამრავი რამე არ დაწერილი კრიტიკა ამ ვაუჩერული პრივატიზაციის და უამრავი ხაზგასმარი იმასთან დაკავშირებით, რა უარყოფითი ასპექტები ქონდა და ესე რომ შეხედო ეს რაოდენობრივად ამას ყველაფერს თითქოს დაასკონკრეტება, რომ ბოდიშე როგორ მიქარეს ჩეხებმა, რომ პრივატიზაცია გააკეთეს. ყველა ამ მასში მიდგომაში ერთი რაღაც აკლია, რომ რა მოხდებოდა ჩეხებს რო არ გაეკეთებინათ ეს ვაუჩერული პრივატიზაცია. შეიძლება არ იყო იდეალური, მე მეკითხა ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ შეიძლება არ იყო იდეალური, მაგრამ ალტერნატივა იყო არა პრივატიზაცია, რომლის რაც ქვია შესაძლებლობების ხარჯს ეძახიან ხო მაგას opportunity cost რაც რომ არ ხდება თითქოს იმის ხარჯსაც არ ითვლი იმიტომ რომ არ ხდება მაგრამ იმის არ მოხდენით ხარჯი დადგენილია თუ არჩევანი გვაქვს პროცესის არ ქონის გამო საერთოდ არ ქონდეს პრივატიზაცია ამას და იმას შორის რომ არაიდეალური პროცესით გავაკეთოთ პრივატიზაცია მე ხმას ვაძლევ არა იდეალური პროცესით გავაკეთოთ პრივატიზაციას. ესაც რა თქმა უნდა ბუნებრივია რომ წინააღმდეგობრივი გეთანხმებით. უბრალოდ არა იდეალურამდე არც ვართ მისული. ხო, ძალიან სპეკულატიურ, წამგლეჯველურ, უვიცურ ქმედებებთან ქონდა საქმე, რაც არ უნდა კარგად დაწერილიყო პრივატიზაციის გეგმები. მაგრამ ორი რაღაცაში ვთანხმებით. ერთი რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ და ჯობია რომ გავაკეთოთ თუნდაც არა იდეალურად. თუნდაც არა მაგაზე მეთანხმებით ნახეთ დააკვაყოფილო რა თქმა უნდა გეთანხმებით უბრალოდ არა იდეალურში უნდა ჩავყვეთ მე და რას ნიშნავს არა იდეალური არ არსებობს მიწა არც დაცული არც დაუცველი რომელსაც ხეირი არ აქვს მეცაც გეტყვით დაცული ტერიტორიების მართვის პრივატიზაციაც კი საჭიროა და აუცილებელია მართვის ამიტომ ნახეთ ტყის შემთხვევაში ჯაფარიძეების ისტორიული ინტერესის დაკმაყოფილება სარგებლობით კერძო ინვესტორის მართვით ან სახელმწიფო ინვესტორის მართვის პირობებშიც კი შესაძლებელია არაიდეალურად წარმართვა. ოღონდ ცუდი მართვის და კორუფციული მართვის პირობებში ჯაფარიძეებიც იჩაგრებიან, ინვესტორიც არ მიდის და სახელმწიფოც კარგავს იმ არკეთებით ფულს. ანუ ეს კიდე უნდა ჩავშალოთ. ეს დისკუსიები იყო 90-იანების ბოლოს, 2000-იანების დასაწყისში, 2010-ში და ისევ იქ ვართ, ჩემი დეჟავიუ შეგრძნება არის ის, რომ ეს საკითხი ისევ არ გადაწყვეტილა. წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ სარდაფი, სავსე ოქროთი. ოღონდ იქ არ ჩადიხართ და ინვენტარიზაციას არ აკეთებთ და არ იცით ამ ოქროს რა უყოთ და ცხოვრობთ ჩვეულებრივი ღარიბის ცხოვრებით. დილას საუზმობთ, შუადღეს სადილობთ, ამ დროს შეგიძლიათ რაღაც მეცენატური პროექტები. აი ყოველ ჯერზე ჩახედვის გარეშე იღებ და რაც ხდება იმით ყიდულობ. აი ესე უპრაგონოთ 100 წლის მერე ამასაც დაკარგავ. აქ შემოდის უკვე ჩემი ცენტრისტული დამოკიდებულება, იმიტომ რომ ჩემი პროფესიაა ესეთი. გარდა იმისა, რომ ვარ გეოგრაფი, ვარ გეგმარებელი. არ არსებობს რომ მდგრადი განვითარების დაგეგმვისა და დაგეგმარების პრინციპის გარეშე რამე გაასხვისო. სამი ძირითადი პილარია: კლასიკა, გარემო, სოციუმი და ეკონომიკა და რა თქმა უნდა სხვადასხვა ქვეყნის ზომის, წონის, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების თუ სხვა პრეისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე, ამ სამი პილარის თანაფარდობა ცოტა განსხვავებულია. მეცაც გეტყვით, საქართველოს პირობებში სვანეთში სხვანაირია, თუშეთში სხვანაირია, სამეგრელოში სხვანაირია, თბილისში სხვანაირია, ამ სამი პილარის თანაფარდობის გადახრა. ანუ უკვე როგორი მოზაიკური მიდგომაა საჭირო. და მეორე ამ თანაფარდობის წესრიგს აყალიბებს შეთანხმების შედეგად დაგეგმა და დაგეგმარება. ორი, როგორც ფინანსური, ასევე სივრცითი თუ ურბანული. საჯარო მოხელეების გადასაწყვეტი კი არ არის. საჯარო სარგებლობაში არსებული მიწების გასხვისების საკითხია და გასხვისებამდე დაგეგმვის და დაგეგმამდე კიდე მართვის. და იქ უკვე ადგილობრივი ნიუანსები ჩემოდის და ფედერალური სიბრტყე ჩემოდის. შესაბამისად, ურთულესი მართვის, მაგრამ ურთულესი რასთან შედარებით? დღევანდელ ქაოსთან და პოლიტიკურ სპეკულაციასთან შედარებით, თორე ჩეხებს ეს პრობლემა არ აქვთ.
ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში რეისტით მოუსწრო იმას გაუმართლა იმ ხალხმა. საბჭოთა კავშირი ცოტა პერიოდით იყო და დააბრუნეს. ის ხალხი, ვისაც მიწა ჩამოართვა საბჭოთა კავშირმა, ისევ ცოცხალი იყო და იმათმა იოლად შეძლეს ამის ტრანსფორმაცია. ჩვენ ეს პერიოდი, ასე ვთქვათ, გავმაზეთ. და ეხლა უნდა შევეცადოთ, რომ ეს სამართლიანობა, ეს ჩართულობა ეს public-private partnership-ი, ადგილობრივი მთავრობები, მოსახლეობა, ანუ საზოგადო public მიწაზე ვლაპარაკობთ. შესაბამისად, ამ კუთხით უნდა დავინახოთ, ოღონდ მოყვებით ბოლომდე. რაც შეიძლება, მაგრამ გასხვისების მიზნით. აი თუ ეს ამ მალეში ყველაფერი ჩაეტევა, მაშინ ამას ბუნებრივია გამართლება აქვს. მიწის მართვა არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტი. მათ შორის მიწის გამოყენება ენერგეტიკული რესურსების განვითარების კუთხით, თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მაგრამ მთავარი მიზანი და მთავარი ამოსავალი წერტილი სახელმწიფო პოლიტიკისა კიდევ ერთხელ უნდა იყოს მდგრადი განვითარება, როგორც გარემოსდაცვითი კომპონენტის გათვალისწინებით, ასევე სოციალური მდგრადობის მიხედვით. რას ნიშნავს ეს? გადაწყვეტილებები ყოველთვის უნდა მიიღებოდეს მოსახლეობის ჩართულობით, მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ნამახონხესის პროექტი, სადაც სრულიად გაუგებარი, გაუგონარი გადაწყვეტილება იყო, არ დასტურდებოდა სახელმწიფო რა მოგებას ან რა სარგებელს მიიღებდა ამ პროექტით, ანუ თავისთავად თვითმიზანი არ უნდა იყოს თუნდაც ენერგეტიკული, მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება, თუ კი არ იქნება შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა, ანუ თუ კი ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი ელექტროენერგიის წარმოება, თუ კი არ ვიცით პირობითად 10 წლის მერე რა რაოდენობის ელექტროენერგია დაგვჭირდება, როგორი იქნება ჩვენი ინდუსტრიული პოლიტიკა. სწორედ ამის შესაბამისად უნდა დაიგეგმოს ენერგეტიკული რესურსების წარმოება და ამ კუთხით მიწის ექსპლუატაცია, ხო? ანალოგიურად ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული და სოციალური ფაქტორებიც, ხო? მაგალითად, შემიძლია გავიხსენო ბალდის შემთხვევა, სოფელ ბალდის შემთხვევა, სადაც კერძო ინვესტორის, თავი რო დავანებოთ, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნია და კორუფციული გარიგების ნიშნებს ატარებს, მაგრამ თუნდაც რომ ეს რო დავივიწყოთ, ხო, საზოგადოებრივი ინტერესის სრული უგულყოფით ხდება საჯარო სივრცის მიტაცება, რომელსაც ძალიან სოფლისთვის ავთენტური ისტორიული დატვირთვა ჰქონდა, სოფლის მოსახლეობას საერთოდ არავინ არ კითხა, რომ აქ თუნდაც რაღაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმებოდა. სწორედ ამას გულისხმობთ, ხო, ანუ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტი უნდა მოხდეს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ანუ პრიორიტეტი ყოველთვის უნდა იყოს საჯარო ინტერესი, მოსახლეობის, ადგილობრივი მოსახლეობის პირველ რიგში ინტერესი და ასევე უნდა ხდებოდეს დანახარჯისა და სარგებლის ეფექტური შეფასება და ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და საკმარისად დასაბუთებული. რაც შეეხება ენერგიას და ამ თვალსაზრისით მიწის ათვისებას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს, როდესაც მსოფლიო მიდის განახლებადი ენერგიებისკენ და უამრავი სხვადასხვა ხერხი არსებობს იმის, რომ ადამიანებმა ენერგია გამოიმუშავოს, თუნდაც სოფლების დატბორვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის წყლის ქვეშ აღმოჩენის და ესეთი მიდგომების გარეშე, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამედროვე მიდგომები გავითვალისწინოთ. მით უმეტეს, რომ არ არის 1922 წელი, როცა ზახესი შენდებოდა და სხვა იმ მომენტში ასეთი დიდი ენერგიის შემქმნელი წყარო ფაქტობრივად არ მოიპოვებოდა, ხო? აი ჩინეთმა მაგალითად 2020 წელს 10% ჰქონდა მზის ენერგიით მოხმარება საკუთარი ენერგიიდან და ეხლა აიყვანა ეს თითქმის 20%-მდე, ხო? ფაქტობრივად იმას გვანიშნებს, რომ თუ ჩინეთი, რომელსაც 100 დღეც კი არა აქვს მზიანი წელიწადში, ამას ახერხებს, როგორ შეიძლება საქართველოს, რომელსაც საშუალო დორას 17 დღე მაინც აქვს მზიანი, ეს ვერ მოახერხოს, ხო? ამიტომ მე ჩემი აზრი არის, რომ რა თქმა უნდა, სისულელეა დღეს 79000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ქვეყანაში სოფლების დატბორვა და მეთოდეს ასეთი კულტურის განადგურება ჰესების გამო, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ აგზავნებთ, იმიტომ რომ ადამიანს აქვს უფლება ის გააკეთონ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, მაგრამ რაც მე შემიძლია გითხრათ არის ის, რომ თუ ამას საჭიროდ ჩათვლის ვინმე, ამას ექნება დიდი დისკუსია საზოგადოებაში და სახელმწიფო არასდროს არავის აღარ აიძულებს დათმოს საკუთარი ტერიტორია, დათმოს საკუთარი სახკარი და რაღაცნაირად ფეხქვეშ გაეგოს ვიღაცის ინტერესს, რომელიც გაუგებარია ასევე ვინაიდან თურქეთში ყიდენ ძირითადად ამას და თურქეთსაც ახლა იმ ხელა ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს, რომ არ მესმის სასაჭირო, ასე რომ ყოველთვის გავითვალისწინებთ ადამიანის ას და მის ჩართულობას კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას. სხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს რადიკალურ ცვლილებას, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის საზოგადო ინტერესი.
გათვალისწინებული უნდა იყოს მდგრადი განვითარების პრინციპები, არ უნდა მოხდეს, თქვათ, კონკრეტული რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე, თქვათ, უცხოური ინვესტიციის ფეტიშის გამო არ უნდა ხდებოდეს საზოგადო ინტერესის გულებელყოფა. თუმცა ცხადია, სახელმწიფოს სჭირდება და აუცილებელია, რომ განავითაროს ინფრასტრუქტურა, რომელიც ეფექტურად შეუწყობს ხელს ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს აქ აქტიური წილი უნდა ქონდეს, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნების თუ სატრანსპორტო კვანძების მართვაში, როგორც მინიმუმ სახელმწიფოს უნდა ქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა შესაძლო უცხოელ ინვესტორებთან ერთად, ხო? ანუ სახელმწიფომ ასე ვთქვათ, არ უნდა გადასცეს სრულფასოვანი მმართველობა უცხოურ კომპანიებს, მათ შორის აეროპორტების, პორტების თუ სხვა სატრანსპორტო მსხვილი კვანძების. იმიტომ რომ ეს გაცილებით მოწყვლადს გახდის სახელმწიფოს და ხელშეუშლის თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განვითარებას. უმნიშვნელოვანესია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორც ვიცით, არც საქართველოს მოსახლეობა არ არის სამწუხაროდ ისეთი დიდი, რომ მას ურბანიზაციის განსაკუთრებული პირობები სჭირდებოდეს და მეორე ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც გათვალისწინებული გქონდა ჩვენს გეგმაში 2024 წლის არჩევნების წინ და ეს აუცილებლად განვითარდება მომავალშიც, რაც გულისხმობს ნამდვილი ტრანსკავკასიური მაგისტრალების გაკეთებას, ჩქაროსნული მატარებლის გაკეთებას, რომელსაც შეიძლება, რომ თბილისიდან ბათუმში მაგალითად საათსა და 10 წუთში, 15 წუთში ჩაიყვანოს ადამიანი და რეალურად დაკავშირება საქართველოს და აღარ იყოს ესეთი მდგომარეობა, რომ ერთი კუთხიდან მეორეში სამუშაოდ წასვლა, ესეთ პატარა ქვეყანაში ემიგრაციის ტოლფასი ხდებოდეს, ხო? სინამდვილეში ეს არის მნიშვნელოვანი და აქაც რა თქმა უნდა ადამიანების აზრის გათვალისწინება და იმ კონკრეტული რელიეფის, კონკრეტული მდგომარეობის შესწავლა, რომელიც არ ხდება დღეს და განსაკუთრებით არ ხდება მაშინ, როდესაც ბიზნეს ხეები გადააქვთ. ბაზარი გადაწყვეტს თუ საჭიროა, თუ სადღაც, მაგალითად ივრის ზეგანზე. მთელი ერი შევთანხმდით, რომ ეს არის ზე ეკონომიკური იდენტობის საკითხი, რომ ხორბალი მოვიყვანოთ. მაშინ იქნება განსხვავებული პოლიტიკა ამ კლასტერზე, როგორც არის ინდუსტრიული ზონები განსხვავებული პოლიტიკით, აქ შეიძლება განსხვავებული პოლიტიკა შემდგა რაღაც პერიოდამდე. თუ ამას დავასაბუთებთ, რომ აზრი არ აქვს და კლიმატის ცვლილებებში ვერ განსაზღვრა, რომელი ასე თქვა, სახეობა უნდა მოიყვანო, მით უმეტეს გაუდაბნოების პირობებში ყოფი იორის. მაშინ ბაზარი დაარეგულირებს, ოღონდ უნდა მიიყვანო სარწყავი წყალი, ოღონდ უნდა მიიყვანო გზები და ისე ქაოტურად არ უნდა იყოს, როგორც ახლა არის. რა თქმა უნდა პრაგმატულია მიწა და რა თქმა უნდა ეს არ იძლევა ეკონომიკურ საფუძველს ეფექტური სოფლის მეურნეობის ეს ფაქტია. ბოდის ჩაგეჭრებით 90 და ამიტომ მოდი გამშვიდობთ გვინდა მოდი ნუ შეუშლით ხელს იმ პირობების შექმნას, რომელიც დამსხვრელებას ხელს შეუწყობს. გეთანხმებით და თავიდანვე გამსხვილებით არ უნდა დაიწყო, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში მოხდები. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ანალიზი ბოლო 40 წლის განმავლობაში სატელიტური სურათები, მსხვილი საბჭოთა კოლხოზები და სოლხოზები ესე მცირდება. მე 92 წლის ყოღუაშვილის კომისიის გადაცემის გამო ესე წრულდება. მე სადაც ბიზნესი შედის, იქ ნელ-ნელა მსხვილდება, მაგრამ ვერ მიდის იმ კონსოლიდაციამდე, რომელიც გვასწავლეს გერმანელებმა. სხვათა შორის GTZ იყო მაშინ და KfW, რომელიც გვასწავლიდა გერმანიაში მიწის კონსოლიდაციის პირობებს, კერძო საკუთრების არსებობის პირობებში და ურთულესი საკითხია ეგ. ყველგან ამას ვერ გააკეთებ, მაგალითად ხვანჭკარის ნაკეთების კონსოლიდაციას რაჭაში ვერ გააკეთებ, მაგრამ ალაზნის ველზე და იორის ველზე, ან ვაზზე, ან სხვა იმაზე გააკეთებ. თუმცა ეგეც არ არის სავალდებულო, მთავარია რომ იყოს ისეთი კონსოლიდაციაში აქ ჩაგეკითხები მაშინ რომ გულისხმობ ერთი კერძო მესაკუთრის ხელში ყველაფრის მოქცევას თუ წვრილების 1000 მესაკუთრის პირობებში 1 ჰექტარზე კონკრეტული პროდუქტის მოყვანის მაქსიმალური უზრუნველყოფით გაერთიანება, რომ უბრალოდ მექანიკურად შუაში გზებმა, ობებმა, მისასვლელმა ადგილებმა და ოპერირებამ დაბინძურებით თუ სხვა რაღაცით არ დააკლოს 1 ჰექტარზე ვაზის ან ხორბლის ან რაღაცის მოყვანის შესაძლებლობა. ეს არის ზედაპიროტაჟი, ურთულესია. ჩვენ აქამდე ჯერ არ მივსულვართ. ეხა იორი იმიტომ ვახსენე, რომ ესეთი დაფრაგმენტებული არ მიყვარს ეს უპატრონო, მაგრამ სარწყავი არ არის, გზები არ არის, საზღვრის პოლიტიკა და სპეკულაცია ეროვნული ნიშნით მიწების მიცემა არ მიცემის საკითხზე. ანუ შენ თვითონ არ აკეთებ ამას და ამ დროს მეორე მხრივ ვიღაცა იძახის, რომ არ შეიძლება მაგალითად ირანელებს მისცემ მიწა იმ იცით რა, ყველაზე მთავარი პრობლემა არის ცუდი მენეჯმენტი.
გარემო საკმაოდ ნაყოფიერია პოლიტიკური პოპულიზმისთვის. და პოლიტიკური პოპულიზმი ერთ-ერთი მიზეზია ჩემის აზრით, რომელიც უმოქმედობას დებს ხოლმე როგორც შედეგს. ხო, იგივე უცხოელებს მიწარმოიყვანს, რომ პოლიტიკური პოპულიზმი არის, ხო, რაღაც თვალსაზრისით ახლა ივანიშვილის რეჟიმში ვართ, ხო? ივანიშვილი თავისი არსით ალბათ უცხოელებმა მიწა არ იყიდონ, არც იქნება ალბათ, იმიტომ რომ თვითონ როგორც უცხოელს ალბათ მიწები აქვს ნაყიდი მთელ სოფლიოში, ხო? თვითონ არ იქნება მაგის ისე, მაგრამ ჩათვალო რომ პოლიტიკურად მომგებიანია. მე მახსოვს ოპოზიციური პარტიებიც, ისე ტელევიზიებიც კი მაგ დროს როცა კანონი განიხილებოდა, ხალხსაც შეერებდნენ ქუჩაში და ეკითხებოდნენ რომ უნდა გაიყიდოს თუ არა მიწა უცხოელებს და ხალხი არ უნდა გაიყიდოს მიწა უცხოელებს და ეს ხო არასწორი რაღაც თვითონ კვლევა ჩატარდა რაღაც იმას ხო ეს ხო აბსოლუტურად არ არის სწორი ხო რომ ვიღაცას ეკითხები სხვის მიწაზე ფაქტობრივად უნდა გაიყიდოს თუ არა ხო ამაოდ იმას კითხე ვისაც აქვს თქვა სასულიერო სამეურნეო მიწა და უკრძალავ იმას უცხოელებს გაყიდვა შესაბამისად შევ გაყიდვა უნდა საბაზრო ღირებულებას უმცირებ მიწის იმიტომ რომ მნიშვნელოვან მყიდველს უბლოკავს საერთოდ, ხო? ანუ ვიღაცა როგორ შეიძლება წყვეტდეს იმის ბედს, ვინც ფლობს იმ აქტივს და მისი აქტივის ბედს. ჩვენ შემთხვევებიც ხო ვიცით, როდესაც აიგრძალა ეს უცხოელებზე გაყიდვა მიწის და გადაყვანა როდესაც ხდებოდა, ანუ სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიიდან არასასოფლოში და ის იგივე ის კერძო მესაკუთრე მაინც ყიდდა იმ უცხოელზე, ხო, ამ მიწას. ესეც ძალიან სიმპტომატურია, ხო? ხო, როგორც წესი შემოვლის გზებიც არსებობს. კი, ანუ აქ დებატები, როდესაც აი სხვა ქვეყნებში, როდესაც მიდის ამაზე დებატები, ხო, უცხოელია თუ თქვათ ადგილობრივი მაინც ხშირად დადიან რა მიწაზე და რა ფართობის მიწაზეა საუბარი, იმიტომ რომ როგორც წესი თქვათ ის უცხოელი, ვინც ცალკე კვლევები აჩვენებს, ხო? ამას რომ უცხოელი, რომელიც შემოდის ამ თუ იმ ქვეყანაში, ის ყიდულობს ყველაზე ნაყოფიერ ინფრასტრუქტურასთან, საგზაო და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურასთან ახლოს მყოფ, ისე ვთქვათ, ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მიწებს და ვთქვათ, ის მიწა აღარ არის მერე ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლისთვის, ხო? ანუ რეალურად აქ კონკურენციაზეა საუბარი. აი, არ ვიცი, ახლა შეიძლება ეს რაღაც ტრადიციებთან და კულტურასთან და რელიგიასთანაც რაღაც კვეთაში იყოს, კი რაც ხშირად არის ხოლმე, ვთქვათ, ესეთი შიშები, მაგრამ არის რესურსზე ხელმისაწვდომობის კარგ რესურსზე, ხელსაყრელ რესურსზე ხელმისაწვდომობის საკითხები. ახლა აი ხშირად ახსენებენ, კახეთში არის თუ სწორედ მახსოვს ჯუღანთან არის ეს არაბული დასახლება, მართლა მე თვითონაც მინახავს ეს ესე ვთქვათ, აი ეს gated communities, რასაც ეძახიან, ხო, ეს შემოფარგლული და არა ვერამე ვერ შევა. ახლა ის მიწა მე რამდენადაც მახსოვს იყო საძოვარი მიმდებარე ორი სოფლის, ხო? ანუ რესურსი იყო, რომელსაც იყენებდნენ და ადამიანებისგან დაუკითხავად გასხვისთა ეს მიწა და იქ აშენდა კულტურულად დაშორებული თქვათ ხო და აი ეს ქმნის პრობლემას. ეგ არის რეგულაციების საკითხი და კარგი მმართველობის პირობებში კარგი რეგულაცია ის კი არ არის ხელშემშელი როგორც აქამდე დამკვიდრ და სამწუხაროდ. არამედ ის არის სწორად დოვლათის და ხერის გადამანაწილებელი. სწორედ იმ სამი პრინციპის გარემო, სოციუმი და ეკონომიკის სწორი სინთეზი. შეიძლება ერთი საწარმო მდგრადად ვითარდებოდეს თავისი ფილოსოფიური მასშტაბების საზღვრებით, მაგრამ ქვეყნის, ტერიტორიის, მუნიციპალიტეტის, დასახლებული პუნქტის ოჯახისაც კი, ესე იგი მე თუ ჯამთელი არა ვარ და კარგ ფული შემომაქვს, ის არ არის მდგრადი, იმიტომ რომ მე თუ ჩემ თავს არ დაუწესე სწორი ცხოვრება, ხარისხიანი კვება, მე უფრო ადრე გარდავიცვლები და შემოსავალი ჩემ ოძახს შეუმცირდება. ამიტომ ისევე როგორც მე უნდა მიხაროდეს, მილხინდეს, ჯამთელი უნდა ვიყო, ასევე ჩემ შრომას უნდა მაქსიმალურად ფული შემოქონდეს ოჯახში, არა იმ დანარჩენის ხარზე, იმიტომ რომ ეგრევე არ ამდგრადი ხდები. ზუსტად ესევე არის area based development-ი, ქვეყნის განვითარება. სამივე პილარი სხვადასხვა კონფიგურაციით ერთმანეთთან აუცილებლად უნდა არსებობდეს. მე მიმაჩნია, რომ პრინციპში კეთილდღეობის მაქსიმიზაცია როგორც მიზანი დებს ყველაზე უფრო კარგ შედეგებს სოციალური ასპექტის თვალსაზრისით, გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ყველა სხვა ასპექტის თვალსაზრისით. დანარჩენი ცოტა იმედერურად ზედმეტი არ მომივა და მაგრამ დანარჩენი ცოტა რაღაცა
როგორ არის virtue signaling-ს რო ეძახიან რაღაც ესეთია და დღევანდელი მოდაა. პოპულარობა რეალურმა საჭიროებებმა და ახალმა ცოდნამ მოიტანა, ახალმა გამოწვევებმა მოიტანა. როცა მიზანი არის მფლობელების აქციონერების ღირებულების შექმნა, ეს კომპანიები ახერხებენ ძალიან გრძელ ვადაში მდგრადად, რასაც ქვია, მათ შორის სოციალურ თანხმობის მიღწევას, ადგილობრივ საზოგადოებაში მონაწილეობის და კარგი კონტრიბუციის შეტანასაც, გარემოს დაცვასაც და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველაზე კარგი გზა ისევ და ისევ ამ კეთილშობილური მიზნების მისაღწევად, რომელშიც ცუდი არაფერი არ არის, ყველას გვინდა სუფთა გარემო და ყველას გვინდა სოციალური თანხმობა მაქსიმალურად, მაგრამ ყველაზე კარგი გზა არის სწრაფვა ღირებულების შექმნისთვის და დანარჩენი არის სინამდვილეში ცოტა მარკეტინგი. დღეს, როდესაც აქ მოვდიოდი, არაღიარებული მთავრობის სამინისტროებიც კი გვაფრთხილებდნენ, რომ გარეთ გასვლა არ შეიძლება. ფანჯრები უნდა დავხუროთ, გეგონება რაღაც სხვა ჰაერი შემოვა თუ დავხუროთ და უსაფრთხოდ ვიქნებით. სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში ეკოლოგიურად არის ძალიან მძიმე ვითარება. ამაზე არავინ არ ზრუნავს, სადაც ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ფაბრიკა, ქარხნები ან რაღაც დიდი ინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც ამ ეკოლოგიას აფუჭებს. სინამდვილეში ეს ფუჭდება კონკრეტული კლანის ისევ სიხარბის გამო. და ეს რა თქმა უნდა შეწყდეს, უნდა მორჩეს და აუცილებელია ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და გარშემო ჩვენი ადამიანების ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, რა თქმა უნდა, საქართველოს არ არის უკანასკნელი ქვეყანა მსოფლიოში თავის კულტურით და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს რაღაც რითიც აუცილებლად უნდა ვიამაყოთ და რაც გადასაცემი გვაქვს ჩვენი მომავალი თაობისთვის. ვინაიდან ჩვენი ისტორია არ არის ხო ერთი კონკრეტული მომენტი, ეს ჯაჭვის ერთი კონკრეტული რგოლია, რომელიც აუცილებლად გადაეცემა შემდეგ თაობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, გასათვალისწინებელია გამოცდილება, ხო? არის ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგალითად, ასუანის კაშხალი, ხო, ეგვიპტეში, როდესაც ის შენდებოდა. ჩვენ წელთაღრიცხვამდე 1300 წლის აბუ სიმბელის ტაძარი, რამზეს მეორეს აშენებული, მოჭრეს, მთლიანად ამოთალეს და გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას, ვინაიდან მას არ შექმნოდა რაიმე საფრთხე და ეს გაკეთდა იდეალური პროფესიონალიზმით, რაც ყოველთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნას, როგორც მიდგომ. მე შეიძლება იქ რომ ეცხოვრა წინააღმდეგ ყოფილიყავი ამ პროექტის საერთოდ, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგად აჩვენებს იმას, როგორ შეიძლება ერმა გადაარჩინოს თავის კულტურულ მემკვიდრეობას და გააკეთოს რაღაცაც თანამედროვეობისთვის, იმ ენერგიებისთვის, რომელიც ჭირდება და ყველაფერი მოლაპარაკებების და გამოსავლის ძიების საგანი და არა ერთპარტიული ერთი ადამიანის მმართველობის. მიწის მართვისას, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, ენერგეტიკული თუ სხვა მოპოვებითი სამუშაოები, ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის უნდა გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს დაცვითი და ანთროპოლოგიური, ანუ საზოგადოებრივი კომპონენტი. იმ ფონზე მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვართ უკვე ეპოქაში, სადაც უმწვავესი კლიმატის კრიზისია და ეს დროსთან ერთად კიდევ უფრო მწვავე გახდება, ჩვენ არ გვაქვს უბრალოდ ფუფუნება, რომ უგულებელყოთ გადაწყვეტილების მიღებისას გარემოს დაცვითი გამოწვევები და ჩვენ როცა ვხედავთ მაგალითად წანისის ტყეპარკის გასხვისებას უცხოურ კომპანიაზე, არა აქვს მნიშვნელობა ეს რომელი ქვეყნის კომპანიაა. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ სრულიად საიდუმლოდ და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად მოხდა, ეს რომც არ ყოფილიყო ტყეპარკის ტერიტორიის, რომელიც არის დაახლოებით 600 ჰექტარზე მეტი განადგურება იმ ფასად თითქოს რომ ეს ინვესტიციები მოუტანს ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, აშკარად არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, რომ ეს იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანი სახელმწიფოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. იმ ფონზე, როდესაც თბილისის და რუსთავის მოსაზღვრე ქალაქების ამ ტყეპარკის ჰაერის დაბინძურება არის საგანგაშო და უკიდურესად მძიმე, კიდევ ერთი პოტენციურად რეკრეაციული არეალის და მწვანე სივრცის ხელაღებით განადგურება არის უდიდესი დანაშაული პირდაპირ ვთქვათ. და ზოგადად პრინციპი, ამოსავალი პრინციპი იგივე ხდება გონიოს შემთხვევაში, როდესაც ჭოროხის დელტის ნაწილის გასხვისება ხდება, რომელსაც ასევე უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური დატვირთვა აქვს. და ცხადია ამ დანაკარგს ვერანაირი ეკონომიკური სარგებელი ვერ ჩაანაცვლებს, რომც იყოს, თუმცა ესეც კი ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს, რა ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვეულებრივი მოგალაკე, ჩვეულებრივი მშრომელი, რამდენად გაიზრდება მისი ანაზღაურება, თუნდაც იქ დასაქმების პირობებში და ბევრი კითხვის ნიშანია ამ კონკრეტულ ამ პროექტთან მიმართებაში და ზოგადად სახელმწიფოს მიდგომასთან, რომელსაც
ბოლო წლების მანძილზე, ბოლო სინართლე რო ვთქვათ 10 წლების მანძილზე, ხო? ყველა ხელისუფლების პირობებში ჩვენი ხელისუფლებები ავლენენ. პრობლემა ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ყოველთვის არის ის, რომ არაფერი საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ არ კეთდება. მათ შორის არ არსებობს ფაქტობრივად დიდი მოცულობის ინვესტიცია, რომელიც ამ პერიოდში გაკეთდა, რომელთანაც იხერა ქართულმა ხალხმა. ვინაიდან ერთ-ერთი შესაძლებლობა ასეთი ინვესტიციის განხორციელების არის გარიგება კონკრეტულ კლანთან, ბიზნეს ივანიშვილის კლანთან, რომელსაც სიხარბისგან დაბრმავებული აქვს თვალები და არ აინტერესებს რა მოუვა ქართულ ხალხს, ან ზოგადად რა იქნება საქართველოში. პირდაპირ ამბობს ბიზნეს ივანიშვილი, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ მორჩილი ადამიანების ერთობა უნდა იყოს საქართველოს, დანარჩენები უნდა წავიდნენ, ხო? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, 10 პროექტიდან არაფერი კარგი სასიკეთო ქართულ ხალხს არ ექნება, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვდგავართ სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშე. ქართველი ბავშვები სკაიპით იზრდებიან უკვე დიდი ხანია, ჩვენ ყავს ოჯახები, რომლებიც ერთმანეთს არ შეხვედრიან და ყოველდღე ბიბლიური სცენები აეროპორტთან, როცა ადამიანები ერთმანეთს ეყრებიან, დედები შვილებს, შვილები დედებს, დები ძმებს და ეს შეგვიძლია ყველა ნახოთ, ხო? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვენდობით არც ერთ პროექტს, რომელსაც ანხორციელებს ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლება, მით უმეტეს ასეთ საეჭვო კომპანიას, რომელსაც ბევრი სხვა ქვეყანა გაუწყვილები. პრივატიზაცია უნდა იყოს, მაგრამ რა და როგორ, ხო, ამას აქვს მნიშვნელობა. აი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ უნდა იყოს, თქვათ, ეს დაცული ტერიტორიებს, თქვათ, უნდა აუვაროთ გვერდი და ასე შემდეგ, ასევე არსებობს უამრავი სხვა ეკოსისტემური სერვისი, რომელსაც მიწა და მიწასთან დაკავშირებული რესურსები გვაძლევენ, ხო? რა ვიცი, ეს არის ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა, არსებობს ასევე მიწები, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, ხო, განთავსებული, ან რაღაც წყალდაცვითი ზოლებია და ასე შემდეგ. ანუ უამრავი ეკოსისტემურ სერვისს გვაძლევს გარემო და მიწა როგორც გარემოს ნაწილი, რომელიც ის ფუნქციები, რომ კარგად შეასრულოს, შეიძლება მას ის ესე ვთქვათ, არ იყოს სასურველი, რომ ის იყოს კერძო საკუთრებაში. ან თუ კერძო საკუთრებაშია, მაშინ რაღაც გარკვეული პირობებით უნდა იყოს აუცილებლად დატვირთული, ესე ვთქვათ, ხო, რომ ის რაღაც საერთო საზოგადოებრივი ინტერესი არ შეიბღალოს. ხო, ის რაღაც. აი, მაგალითად, ეხლა ხშირად ვაწყდებით ესეთ პრობლემას, როდესაც ნაგავსაყრელები ვიცით, ხო, რომ გადავსებული ძველი ნაგავსაყრელები და ახალი ჭირდება, სხვა გზა არ არის, ხო? იმიტომ რომ ვერ ვამცირებთ ამ ნარჩენების რაოდენობას. და მუნიციპალიტეტებს აქვს სერიოზული პრობლემა ახალი ადგილის პოვნასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა არის კერძო, უმეტესად ის ხელსაყრელი ადგილმდებარეობები არის განკერძოებული. ხო? და ეხლა როგორზეც ასევე თქვენც ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს დაცული კორუფციისგან, აუცილებლად, იმიტომ რომ და ერთი რომ დაცული კორუფციისგან ასეთი გადაწყვეტილებები და მეორე მაქსიმალურად მონაწილეობით, რასაც ორივე აღნიშნავდა, ორივე პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილებები პრივატიზაციასთან, ანუ მიწის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს ღიად წარმოებული. ის რაც დღეს გვაქვს, ეხლა არ ჩავალ დეტალებში, არის აბსოლუტურად დახურული. ეხლა აი აქ ვართ აბანო თუბანში, ხო? ესე იგი აბანო თუბანი არის ადგილი, სადაც სულ მცირე ნებისმიერ კვადრატული მეტრი ვერ იქნება იმ ეკონომიკურ კომერციულ ალგორითმში გაცვლილი, როგორც მაგალითად CBD ცენტრი არის გენგეგმით განსაზღვრული დიღომში, მაგრამ ამ დროს აქ მოდის წნეხი. იმიტომ რომ რეგულაცია არ მუშაობს. იმიტომ რომ აქ გარდა კულტურული ლანდშაფტისა, აქ ჯენტრიფიკაციის საკითხია. ეს ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, სეიდები არიან. ერთ-ერთი უნიკალური მიკროთემია, რომელიც ეთნოკულტურების რუკაზე უძვირფასესი რამ არის. ეს ჩვენი იდენტობის ნაწილია. ისევ ჯაფარიძეებს დაუბრუნდები რა. ისინი 600-700 წელი რო თიბავენ იმ სახელმწიფო მიწაში, რომელიც სახელმწიფო გახდა მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ, იმ ადამიანების ინტერესი არის გასათვალისწინებელი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების სანაცვლოდ არა. თანდევში. არის ძალიან ფაქიზი ადგილები. ქეციქით ადგილები, როგორც არის ყაზბეგი, ხევსურეთი, თუშეთი, რომელშიც იგივე ეთნოკულტურული ეკონომიკა იქაც არ იმუშავებს, იმიტომ რომ იქ ფაქიზი პოლიტიკაა გასატარებელი საზღვრისპირა რაიონებში, რაიონების ლოგიკით. ამიტომ კარგი მენეჯერი, კარგი კალკულატორი ან ბიზნეს პლენერი კი არ არის. კალკულატორის, ბიზნეს პლენერის, პოლიტიკოსის და ამის კიდე რაღაცნაირად დამნახველი. თუ ჯენტრიფიკაცია ხდება საბაზრო გახსნილ სიტუაციაში, ვთქვათ, სეიდები რო ცხოვრობდნენ, თუ ვიღაც სეიდს გაყიდვა უნდა
და ფულის აღება და სადღაც გადასვლა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. მთელი რიგი მეთოდოლოგია. დავიცვათ ის სეიდი და არ გავაყიდინოთ და მივაბად, როგორც მთაში დავაბად ვიღაცებს ვამბობთ, სეიდები მივაბად აბანოთ უბანს. ცოტა მე მგონი არასწორი მიზანია. თუ ორ ფერში შევხედავთ, შეიძლება არასწორი იყოს, მაგრამ თუ უფრო მოზაიკურად შევხედავთ და მოვიფიქრებთ გზებს, სადაც ნაკლებ ცდუნებას მივცემთ და ეს იმ ეთნოკულტურულ თემს თავისი არაპირდაპირი ბენეფიტი აქვს ეკონომიკაშიც. ის ადგილი იმიტომ, რომ ის ეთნოკულტურა იქ ცხოვრობს, ის თავისთავად ტურისტულ და ისტორიულ ზონაში არის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი. მაგრამ აი ამ რეალობაში, რომელშიც ვართ, შეიძლება ჩემი ასე ვთქვათ, ცოდნის ნაკლებობა მაქვს, მაგრამ აი რა არის ახლა აბანოთ უბანში? დეგრადირებულია ის ძალიან ბოდიში და სეიდური რაღაც თვალსაჩინო. შეიძლება რაღაც კატასტროფა უკვე მოხდა და ამიტომ მოხდა რაღაცა. გავიგე, მაგრამ დღეს სადაც ავართ, იქიდან ახლა ჯენტრიფიკაცია არ მოგვივიდეს აბანოთ უბანშიო, ხო, რაღაცა არა, ნახეთ, ვიცით ბოდიში და რაღაც ხელოვნური ემოცია რა, ფანტასმაგორიული სცენარების შიშით პარალიზებული არ ვიყოთ უმოქმედობის თვალსაზრისით. გაგცემ პასუხს. აი ამ ვერდიქტზე, რაზეც თქვენ ბრძანებთ და ნამდვილად ანეკდოტური კონფიგურაციით გადაწყვეტები მიუღებელია, მაგრამ თქვენ სადმე სივრცე შეხვედრი ხართ, სადაც ამ საკითხზე სიღრმისეულად ვინმეს ულაპარაკია. ამიტომ ვამბობ, რომ უნდა გქონდეს ღია სივრცე კომუნიკაციისთვის და დებატებისთვის. საუბარს ლაპარაკოთ, რა თქმა უნდა. მე ისე წინააღმდეგი ვარ, წინ გადავწყვიტო დეველოპმენტი ამ საუბრის გარეშე. იმისთვის რომ ეს ხე არ მოიჭრას, ამიტომ რაღაც უშველებელი ეკონომიკური ხეირზე უარი ვთქვათ, აი ესეთ რაღაც ექსტრემებში არ უნდა გადავარდეთ თქო. თუ ეს ხე არ არის 8 წლიანი წითელ ნუსხაში შესული ძეგლი. და რომლის გარშემო ტურისტული მაგალითად შეგვიძლია მეტი შემო. მაგალითად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ანუ ისე ეკონომიკურ ხეირზე დავდივართ. კი, კიდევ ერთხელ. მდგრადი განვითარება არის ეკონომიკა, სოციუმი და გარემო. არა, ეკონომიკაა ძირითადად. ეკონომიკური პროექტი მდგრადად ვერ განვითარდება, თუ გარემოს დააბინძურებს, სოციალურად კატასტროფას დადებს და ასე შემდეგ. მოგიყვანოთ მაგალითები ჩვენ ვერ მომეყვანთ მაგალითს. რომელიც გარემ აბინძურებს? არა, მდგრადობას გაჩნდება ეთნოკულტურას. არა, მე არ ვამბობ, რომ არც ერთ პროექტს არაფერი დაუნგრევია თქო, მაგას კი არ ვამბობ. ჩვენთან კანონზომიერია. სხვადასხვა. სინამდვილეში მდგრადობა ყველაზე უფრო კარგად ვისაც შეიძლება მივანდოთ არის ფლობელი პროექტის. ესეა, იმიტომ რომ ფლობელის мотиваცია, პროექტის ფლობელის мотиваცია არის მაქსიმიზაცია ღირებულების ამ პროექტის. და მაქსიმიზაცია ამ პროექტის ღირებულების ხდება ერთ წელიწადში და ორ წელიწადში არ ხდება. მაქსიმიზაცია ხდება განგრძობითა და მდგრადად დეფინიციურად. ანუ მე რა თქმა უნდა თქვენ ალბათ მეტყვით რომ აი რამდენი მაგალითი ყოფილა რომ რაღაც პროექტში რაღაც მიოპური თუ რაღაც მოკლევადიანი პრიორიტეტი ყოფილა და რა თქმა უნდა ესეთი რაღაცა მე მოგიყვანთ სხვა მაგალითებს როდესაც რეგულაციებს დაუხრჩვიათ ძალიან კარგი პროექტები ხო ამიტომ მაგრამ ზოგადად ყველაზე კარგი მხარე თუ აუდიტორია ვისაც შეიძლება პროექტის მდგრადობა მივანდოთ სინამდვილეში არის ფლობელი ამ პროექტის, იმიტომ რომ ეს დადის კომპანია იმის რა ქვია პროექტის ღირებულების სუფთა ფინანსურ ასპექტებზე. პროექტის ღირებულების განსაზღვრად უნდა შეხედო ამ პროექტს გრძელვადაში მრავალწლიანად და ასე შემდეგ. ასე რომ მდგრადობა რაღაც თვალსაზრისით შეიძლება სხვადასხვანაირად გვესმის მდგრადობა, მაგრამ მდგრადობას თუ უნდა რომ პროექტს მიაღწიოს, რა თქმა უნდა, სოციალურ ასპექტებსაც უნდა მიაღწიოს ყურადღება, გარემოს დაცვის ასპექტებსაც უნდა მიაღწიოს ყურადღება, იმიტომ რომ მათი სწორად მართვა მაქსიმიზაციას უკეთებს პროექტის ღირებულებას. როდესაც ინვესტორი ფულს დებს პროექტში, 100-დან 99 შემთხვევაში ინვესტორის мотиваცია არის, რა თქმა უნდა, უკუგების ნახვა და უკუგების სანახავად საჭიროა ამ პროექტის მდგრადად და გრძელვადიანად განვითარება. და საქმე იმაში რომ მაგ დროს რომ უთხრა ინვესტორს რომ იცი რა არის აი შენ რომ ფულს შედებ მე უკუგებას შენ შეგიმცირებ იმიტომ რომ მე რაღაცა
ამავე დროს რაღაცა თვითმიზანი მაქვს, რომ გარემო უნდა დავიცვაო, აპეტის კითხვის, რომ სხვა სთხოვეს ფული, მე არა ვარ მზად ამისთვის და ფულს ვერ აწავ ესეთ პროექტისთვის, ხო? და თუ ინვესტორი ხედავს, რომ ფული იდება და რა თქმა უნდა, პროექტი უნდა იყოს compliant, რაც ქვია, ხო? კანონს უნდა ემორჩილებოდეს, გარემოზაცვის სტანდარტებს უნდა ემორჩილებოდეს, ეთიკურ სტანდარტებს უნდა ემორჩილებოდეს და ესე მიაღწევს გრძელვადიან ღირებულების დასს, ინვესტორი რა თქმა უნდა ამაზე დათანხმდება, ხო? და თუ ისე ხდება, რომ ინვესტორი ამაზე დათანხმდა და გზაში მე ხდება შეცვლა, ჩანაცვლება რაღაცა მეორადი და არასწორი მიზნებისთვის, მაშინ ამას ქვია ბოდიში ამ ინვესტორს გადაგდება. საქართველოს ჩამოყალიბებული კანონზომიერება ცუდი მენეჯმენტის გამო არის სწორედ აი სასტარტო აქედან რომ დაიწყეთ. ინვესტორი მოყავს, კეთილშობილი ინვესტორიც კი მსხვერპლი არის არასწორი გადაწყვეტილებების მმართველის მხრიდან. ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში არც მარკეტინგია და არც პოპულიზმია ჩვენი ქვეყანა არის სერიოზული გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე და მდგრადი განვითარება არავითარ შემთხვევაში ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით არ არის პროექტის მფლობელის ხედვა მდგრადობაზე, არამედ ეს არის კარგად გააზრებული მუნიციპალურ, ნაციონალურ და საზოგადოებრივ დონეზე ყველა საფრთხეები, გარემოს დაცვითი, გარემოს საფრთხეები, მათ შორის კლიმატის ცვლილება, გაუდაბნოება, მათ შორის ეთნოკულტურული ფასეულობები და ღირებულებები და რა თქმა უნდა ეკონომიკური დოვლათი, როგორც პირდაპირ პროექტის მფლობელის, ასევე არაპირდაპირ ცენტრალურ ბიუჯეტში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ სამ ფეხზე მდგომი სკამი იყოს ათვლის წერტილი ყველა პროექტის მდგრადობის. მდგრადობა შეიძლება შეფასდეს მარტივი განტოლებით და შეიძლება შეფასდეს რთული განტოლებით. ჩვენთან ჩამოყალიბდა, რომ ძალიან მარტივი განტოლებით ფასდება და ამას მოაქვს შეუქცევადი პრობლემები. ამიტომ ეს განტოლებები არის კარგად გასაწერი, სოფლიო პრაქტიკა საუკეთესო ამას ძალიან მარტივად იძახის, ევროდირექტივები ამას გთხოვს, ჩვენი კანონების ნახევარი კარგია, ნახევარი არ ვარგა. და ამას ყველაფერს ზემოდან ემატება ჩამოყალიბებული ცუდი მენეჯმენტი, ძირითადად ელექტორალურ პოლიტიკული, რომელიც საერთოდ კარგ კანონებსაც კი იგნორირებას უკეთებს. იმიტომ ვართ ამ რთულ მდგომარეობაში. ძალიან ხშირია, როდესაც არა მარტო ჩვენთან ბევრ ქვეყანაში, აი ფანტასტიკური mission statement-ებით და აი ესეთი დეკლარირებული კარგი მიზნებით მსხვილი კომპანიები პროექტების განხორციელებისას იგნორირებას უკეთებენ მიწასთან დაკავშირებულ დავებს და მე სერიოზული პრობლემები ექნებათ თვითონ პროექტების განხორციელებისას და ამის მაგალითი იყო მართლა ნამახვანხესი და ესე ვთქვათ კიდევ არაერთი სხვა პროექტი და შეიძლება მომავალი პროექტი. ნამახვანხესი, რა თქმა უნდა, მაგის მაგალითით შეიძლება თქვენ მეგაჩვენოთ. ნამახვანხესი იყო სამარცხვინო მაგალითი სინამდვილეში რაღაცა პოპულიზმის, რაღაცა ქსენოფობიის და ამის შედეგად სულ უბრალოდ ქვეყნის და ყველა გადაგდების $70 მილიონ თუ $700 მილიონ. თვითონ კომპანიის პასუხისგებლობაც არის მათ შორის, როდესაც ასეთ მსხვილ პროექტში შედის და იგნორირებას უკეთებს მიწის საკითხებს, ანუ არ საზღვრავს, ასე იგი, თავის რისკებში, პროექტთან დაკავშირებულ რისკებში არ ითვალისწინებს მიწასთან დაკავშირებულ დავებს. ნიშნულოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოში ამ კომუნისტური ბოლშევიკური მიდგომების გავლენის გამო ხშირად ხდება ისე, რომ ის რაც არის ყველასი ხდება ხოლმე აღქმული როგორც არავისი. და აქედან გამომდინარე ძალიან მიშვებული და ასე ვთქვათ, ჩაშვებული არის ის ადგილები, ან ძალიან კონკრეტული ადამიანის ინტერესებს ეწირება ხოლმე საბოლოოდ იმ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან და ხელისუფლებაში არიან. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს გაუჩინოთ საკუთრების განცდა საკუთარ გარემოს. ეს რა თქმა უნდა უნისონში უნდა იყოს ზოგადად თვითმმართველობის გაძლიერებასთან და რაც შეიძლება უფრო მეტ თავისუფლებასთან რეგიონული მმართველობის და მათ შორის ბიუჯეტების თვალსაზრისით მუნიციპალური განკარგვის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუ მათ ექნებათ საშუალება, რომ თვითონ გააკეთონ ამის ექსპერტიზა საკუთარი ბიუჯეტი, თვითონ დახარჯონ ფული იმისათვის, რომ უკეთ შეისწავლონ, როგორ შეიძლება იყოს ის გამოყენებული, უკეთვე მოიფიქრებენ იმ გზას, რომელთაც ის სარგებელს მოუტანს მათ და გარდა ამისა იქნება შენარჩუნებული გაზრდილი და მოვლილი და არ იქნება ისეთ მდგომარეობაში, როგორც არის დღეს შიდა ქართლის, მაგალითად ქარელის მიდამო, სადაც კონკრეტული
ძმები არიან, რომელსაც მთავრობა ხელს უწყობს და იმათ გააქვთ მთელი ხეთყე და არავის სხვას არაფერი არ რჩება და დარწმუნებული ეს სოფელი ასე არ მოიქცეოდა. მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ხელი შეუშალონ ხალხს და თვითონ მიხედონ ამ ტერიტორიას. ეს არის მნიშვნელოვანი, ადამიანს უნდა ჰქონდეთ უფლება საკუთარი ფული თვითონ დახარჯონ, იმის კვლევაში რა ჯობია მათთვის და მე ის განახორციელონ ეს ქმედებები იმისათვის, რომ უკეთ იცხოვრონ, უკეთეს გარემოში და უფრო შეძლებულებმა. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი და სისტემური რეგისტრაციის გარეშე სახელმწიფო ვერანაირ მიწის განვითარების და მიწის მართვის პოლიტიკას ვერ დაგეგმავს, შესაბამისად არ იქნება სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკაც ეფექტური. უნდა ვთქვათ, რომ რეგისტრაციის თვალსაზრისით სახელმწიფოს სერიოზული ჩავარდნები აქვს. ქვეყანაში 2004 წელს გაუქმდა მიწის მართვის დეპარტამენტი და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე ფაქტიურად არ არსებობდა რაიმე სახელმწიფო უწყება, რომელიც ამაზე პასუხისმგებელი იქნებოდა. დღეს არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო, ასევე საჯარო რეესტრი ახორციელებს სისტემურ რეგისტრაციას, მაგრამ ეს არის მხოლოდ იურიდიული რეგისტრაცია. მიწა არ არის სტატიკური ერთეული, ანუ მიწის ხასიათით ისევე მუდმივად ცვალებადია, ამდენად რეგისტრაციის ნაწილი ხომ უნდა გულისხმობდეს მიწის მახასიათებლების თვისობრივ შესწავლასაც და მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც იქნება ეს სრულფასოვანი შესწავლი იქნება მიწის შემადგენლობა, მისი მდგომარეობა, მხოლოდ შემდეგ შეიძლება დაიგეგმოს ეფექტური მიწის მართვის და შესაბამისად უკვე აგრარული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევისწავლოთ კარგად საქართველოს მიწა, ფაქტობრივად არ გაკეთებულა ეს ძალიან დიდი ხნის მანძილზე სკრუპულოზულად. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელმა დასავლურმა, ძალიან კარგად ორგანიზებულმა ჯგუფმა შეისწავლოს მიწები და დაყოს ის კიდევ ერთხელ ზონებად, შეიძლება იყოს აცთენად ადრინდელ დაყოფებში, იმიტომ რომ ბევრი ინფორმაცია შეიძლება არ ქონდა მაშინ, რაც დღეს ხელთვისაწვდომია. და მე კიდევ ერთხელ მივხვდეთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენი აზრი არის ძალიან მკაფიო. საძოვრები უნდა იყოს სოფლების მათ ფლობელობაში, იმ ხალხის ფლობელობაში, რომელიც იქ ცხოვრობს და მუნიციპალიტეტს უნდა ქონდეს უფლება განკარგოს ის. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტსვე ექნება, რა თქმა უნდა, მისი განკარგვის უფლებები, ისე როგორც ბიუჯეტის განკარგვის უფლება. რეგისტრაციის თვალსაზრისითაც მას ექნება უფლება, რომ დაარეგისტროს კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული საძოვარი. პირველ რიგში უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, საზოგადო ინტერესი, რამდენად იძლევა კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი კონკრეტული ჯგუფის, სადაც ეს ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება ინტერესების დაცვას და დაკმაყოფილებას და მთლიანი საზოგადო ინტერესის, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ინტერესის გათვალისწინებას. აგრეთვე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მდგრადი განვითარების პრინციპი, გარემოს დაცვითი კომპონენტი და მთლიანობაში ეფექტური უნდა იყოს ხარჯ-სარგებლიანობის კომპონენტი, ანუ უნდა შეფასდეს ხარჯები, რა დანაკარგს ვიღებთ კონკრეტული პროექტით, მათ შორის გარემოს დაცვით ნაწილში და რა სარგებელს ვიღებთ. ცხადია, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სრული გამჭვირვალე დემოკრატიული პროცედურების უზრუნველყოფით. ჩვენ შემთხვევაში ხშირად კანონის ასე ვთქვათ, გვერდისავლით ან კანონის კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე მორგებით, ცხადია, ხშირად ზარალდება საზოგადო ინტერესი. ეს შეიძლება იყოს ძალიან მომგებიანი საქართველოს მოსახლეობისთვის, ეს შეიძლება იყოს ძალიან წარგებიანი საქართველოს მოსახლეობისთვის, და ჩვენ გვეყოლება მთავრობა, რომელსაც არ ვენდობთ, მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს არ უთანხმდება, საკუთარ ინტერესებზე და მთავრობა, რომლის ინტერესებიც აცდენილია ეროვნულ ინტერესებს, მაშინ რა თქმა უნდა, ასეთი პრაქტიკა არის სრულიად მავნებელი და არ შეიძლება ის ახმული იყოს როგორც რაიმე კარგი და რაიმე სიკეთე საქართველოს ხალხისთვის. მაგრამ თუ ჩვენ გვეყოლება კოალიციური ძლიერი მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს უსმენს, რომელიც ატარებს კვლევებს და ისე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეთანხმებულია ქართულ ხალხთან ეროვნული ინტერესების საკითხზე, მე მგონი ადვილი იქნება განსაზღვროთ იმის მნიშვნელობა, თუ რა არის კონკრეტული პროექტის ღირებულება საქართველოსთვის და რა შეიძლება გადასცეს მას სახელმწიფო, მან არ გადასცეს სახელმწიფო. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თუ რაღაცას ვერ უვლის, რამეს ვერ ითვისებს და ვერ ახდენს ის გამოყენებას საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის, ესეთი საკუთრებები, რა თქმა უნდა, გასხვისდეს და აღმოჩნდეს ესეთი ადამიანების ხელში, რომლებიც მოახერხებენ, რომ ეს საზოგადო სიკეთეთ აქციონ. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული წესების გარეშე.
და ის ესე სადა ჩავმეთოლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, მნიშვნელოვანი იქნება რა თქმა უნდა შეთანხმება კონკრეტულ კრიტერიუმებზე, რომელიც არ მომხდარა საქართველოში, ვინაიდან კონკრეტულმა მთავრობებმა თავის დროზე 90-იან წლებში და მე ეხლაც კონკრეტულ ადამიანების ინტერესს მოარგეს ხოლმე წესები და ეს რა თქმა უნდა შეწყდეს და არ შეიძლება რომ ასე ცხოვრობდეთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა საკუთრების უფლების და ჩვენ გვჯერა რომ ადამიანის საკუთრებას უკეთ მოუვლის ვიდრე საზოგადოებას. დღეს არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებაში საკითხი საჭიროებს ჯერ პრინციპების დონეზე მთავარი პრობლემების გამოკვეთას. საქართველოში მთავარი გამოწვევა რაც არის ის რომ მიწათ მესაკუთრეთა 70% ფლობს 1 ჰექტარზე ნაკლებ მიწას, რაც რა თქმა უნდა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის და მესაკუთრეების და არარენტაბილურად აქცევს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას. დაახლოებით სასოფლო-სამეურნეო მიწების 50% არის მესაკუთრეთა 1.5%-ის ხელში. ანუ მთავარი პრობლემა, ანუ ორი ძირითადი პრობლემა აქედან გამომდინარე არის უთანასწორობა სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრების საკითხში და მცირემიწიანობა, და რაც აფერხებს ეფექტურ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის წარმოებას. ამიტომაც რაც შეეხება აი საკუთრებაში მართვის ფორმებს, ხო, ეს არის ყველაზე ეფექტური და ამის არაერთი მაგალითები არსებობს, ყველაზე წარმატებული მაგალითი შეგვიძლია იაპონიის მაგალითი მოვიყვანოთ, ეს არის კოოპერატიული მართვის ფორმები სასოფლო-სამეურნეო მიწებისა. ქართულმა ოცნებამ პირდაპირ უნდა ვთქვათ, კოოპერატიულ მართვაზე გადასვლის პოლიტიკა ჩააგდო სრულფასოვნად. ფორმალურად შეიქმნა ბევრი კოოპერატივი ბოლო 10 წლის მანძილზე, თუმცა რეალურად სრულფასოვნად არ ამოქმედებულა. კოოპერატივი იძლევა საშუალებას მიწების გამსხვილებისა, მათ შორის და ასევე იმ ადამიანების მიერ მიწების ფლობისა, რომლებიც თავად არიან ჩართული სამუშაოებში, ანუ მათი პირდაპირ ინტერესია, ისინი არიან იმ კონკრეტულ მიწასთან დაკავშირებული თავისი საქმიანობით, ოჯახის საქმიანობის ტრადიციით. ამდენად, როცა სახელმწიფოსგან იქნება ეფექტური და თანმიმდევრული პოლიტიკა კოოპერატივებისა მხარდაჭერისა, ცხადია, მხოლოდ მისი ფორმალური იურიდიული შექმნა არ არის საკმარისი, ეს მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოს, რომ ეფექტური სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა წარმართოს, რომელიც შექმნის მაღალი ღირებულების პროდუქტს და ცხადია, მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიის განვითარების პარალელურად დამატებითი ჩამონაცვლებელი ინდუსტრიის განვითარება, რომელიც იქნება ბიძგისმომცემი ტექნოლოგიებისა და ცოდნის ინტეგრირებისა სოფლის მეურნეობაში. სამწუხაროდ სოფლის მეურნეობას ეს ფორმატი ამ შემთხვევაში არ მოიცავს, ბევრს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ რაც შემიძლია ჩემი აზრი და ჩვენი აზრი პარტიისა გითხრათ, მნიშვნელოვანი არის უკეთ ვაკეთოთ ისინი რის კეთება ძალიან მაგრად შეგვიძლია. იმიტომ რომ არის ამ ქვეყანაში ტრადიცია კონკრეტული რაღაცების ძალიან მაგრად კეთებს, მაგალითად ღვინის, ხო? და შეგვიძლია ევროკავშირში გაწევრიანება, ევროინტეგრაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარება გამოვიყენოთ იმისთვის, რათა ის გახდეს იმაზე უფრო 10-ჯერ, 15-ჯერ, 20-ჯერ მომგებიანი, ვიდრე ის არის დღეს. ამას რა თქმა უნდა მიწების დანაწევრება ხელს უშლის. მილიონი გზა არსებობს, როგორ შეგვიძლია მიწების დანაწევრება მოგვარდეს. თუ რა თქმა უნდა ქართული ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობა ერთად მუშაობს. ამაში ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ. ისევე როგორც ხელს შევუწყობთ იმას, რომ ქართველმა გლეხმა გაყიდოს თავისი კარგი ღვინო, რაც შეიძლება კარგ ფასად ამერიკაში, ევროპაში და არ წაიღოს ის რუსეთში, ჩინეთში და იმ ბაზრებზე, სადაც ის 10, 15 და $20 გაიყიდება, არამედ წაიღოს იქ, სადაც მისი ფასი შეიძლება იყოს 40, 50, 60 $, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ის, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს მაგალითად ხორბლის ჯიშები, რომელსაც ძალიან განსაკუთრებული ცხოვრება და ვისაც ბევრი გიმოგზაურიათ, კარგად იცით რა ძნელია სხვაგან კრემლელი პურის ჭამა. ხო, აქედან გამომდინარე მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც ძალიან გაამდიდრებს კონკრეტული ინდუსტრიის ადამიანებს. საჭირო არ არის ისეთ ინდუსტრიებს და ისეთ მიდგომებს დავახალჯოთ ჩვენ დრო და ენერგია, რომელიც არ იქნება ისეთი მომგებიანი. თუმცა რა თქმა უნდა, ადამიანს თავისუფალ არჩევანს არავინ შეუზღუდოს და თუ მას აქვს მიწა და მას უნდა რაღაც მოიყვანოს, მას შეუძლია ცადოს და მოიყვანოს.